გამარჯობათ ჩემო გამომწერებო. ეს გახლავთ ვიდეო, რას უნდა მოელოდეთ სასიყვარულო ცხოვრებაში უახლოესი პერიოდის განმავლობაში. დავუშვათ მივათითოთ მაქსიმუმ 3 თვე. უახლოესი 3 თვის განმავლობაში რას უნდა მოელოდეთ თქვენს სასიყვარულო რომანტიულ ურთიერთობებში. მაშასე არავისზე არ ვფიქრობთ ძვირფასებო, მოდუნდით, მოიმზადეთ ჩაი ყავა და განაგრძეთ ვიდეოს ნახვა. ნახოთ თქვენი სიგნიფიკატორი კარტი ამჟამად, რათა დარწმუნდეთ, რომ ეს კონკრეტული ვიდეო გეხება თქვენ. სასიყვარულო შინაარსის ვიდეოები არის ყველაზე მოთხოვნადი ჩემთან შემოდის ბევრი თხოვნები ამასთან დაკავშირებით, რომ ხშირად ჩავწერო ასეთი დასათაურების და დაახლოებით ამდაგვარი რაც ეხება სიყვარულს ისეთი ვიდეოები. ნახოთ თქვენი სიგნიფიკატორი კარტი. ვინ ხართ თქვენ დღეს უმაღლესი ძალების თვალით დანახული? თქვენ ხართ ძალიან სამართლიანი ადამიანი, თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც მუდმივად სწავლობთ, მაღალი ინტელექტი გაქვთ, მაღალი IQ გაქვთ და ხართ რაღაც ცივ ენერგიებში ამ პერიოდში. კიდევ ვინ ხართ თქვენ? დიახ, სადაც თქვენ ახლა იმყოფებით, მან თავს გრძნობთ ძალიან კარგად, კარგ დროს ატარებთ, შეიძლება ითქვას, თუნდაც სახლში იყოთ ან სამსახურში, მნიშვნელობა არ აქვს, არის ოჯახური გარემო, ძალიან ესეთი მხიარული და თქვენთვის მისაღები და სასიამოვნო. თუ დაემთხვა ძვირფასებო, განაგრძეთ ნახვა. თუ სრულიად სხვა გარემოში იმყოფებით, სხვა სიტუაციაში, სხვა სტილის ადამიანი ხართ, რა თქმა უნდა, ეს ვიდეო არ არის თქვენზე, ასეც ხდება და დაელოდეთ სხვა ვიდეოებს ან გადადით თქვენთვის საყვარელ საქმიანობაზე. ნახოთ, ვინც დარჩით, ვისანაც დაემთხვა, თქვენთვის როგორი იქნება უახლოესი 3 თვე სასიყვარულო რომანტიული ურთიერთობების კუთხით. თქვენთან მოიჩქარეს ძვირფასებო, კვერთხების მეფე, მეორეც არის პენტაკლების მეფე, ღმერთო ჩემო. დიახ, ვიცი რომ მამაკაცებიც მადევნებთ თვალყურს, ამიტომ თქვენთან სხვა ასე ვთქვათ, სხვა სიტუაცია. ესე იგი, თქვენ მამაკაცების შემთხვევაში ხართ ძალიან აქტიური, გსურთ ურთიერთობაში სტაბილურობა, თუმცა ასე არ გამოდის. რატომ? იმიტომ რომ არის რაღაც, რასაც თქვენ განიცდით, რასაც თქვენ ასე ვთქვათ, დაარდობთ და მომავალში გეგმავთ გადადგათ ნაბიჯები, რათა თქვენი დარდი შეიცვალოს სიხარულით. ოღონდ თქვენ გეგმავთ მანიპულაციას, მანიპულაციების საშუალებით მიაღწიოთ სიხარულს სასიყვარულო რომანტიულ ურთიერთობაში. გოგონებთან, მადლოსნებთან რა სიტუაცია? ესე იგი, თქვენს ცხოვრებაში არის მინიმუმ 2 სასიყვარულო პარტნიორი. ან თუ ახლა არ არის, იქნება მინიმუმ 2 სასიყვარულო პარტნიორი. ერთ-ერთი არის წარსულიდან ძველი, ასე ვთქვათ, ძველი ისტორია, რასაც ეს ადამიანი განიცდის, გულწრფელად ნანობს იმას, რომ ვერ შეგინარჩუნათ და რაღაც სტაბილურობა მან ვერ შეძლო და ვერ მოიპოვა თქვენთან მიმართებაში, თუმცა არაპირებს ფარხმალის დაყრას, არც ეთო არიან ეს ადამიანი, შესაძლებელია მოქმედებს ნელა, მაგრამ თავდაჩერებული და ის ფიქრობს, რომ ყველაფერი იქნება ისე თქვენს ურთიერთობაში, როგორც სურს მას.
და როგორ სურს მას იმათთვის ეს კითხვა ვისთანაც ემთხვევა და ვისაც მართლაც ყავთ ასეთი ყოფილი სასიყვარულო პარტნიორი, როგორ სურს მას თქვენთან ურთიერთობა. შეხედეთ წეფასება. ესე სურს. ესე იგი ჰარმონიულად, სიყვარულით, სურს რომ ახლოს იყოს თქვენთან ემოციურად. ამ მომენტში მას არ შეუძლია იმოქმედოს, იმიტომ რომ რაღაც ასე ვთქვათ, კომფორტის ზონიდან ამ მომენტში ვერ გამოდის. თუმცა მისი აზრით თქვენ ხართ მისი, ასე ვთქვათ, დედოფალი. თქვენ ხართ ასევე манипуляტორი. ვთო, ესე იგი ზოგჯერ შესაძლებელია დაუშვათ მამაკაცი ფიქრობდეს, რომ თქვენ მისი სასურველი პარტნიორი ხართ, მაგრამ ამავე დროს ის ფიქრობდეს, რომ თქვენ ხართ манипуляტორი. რაღაც ესეთი პარადოქსი არის ხოლმე ფიქრებში. მიუხედავად იმისა, რომ ის ფიქრობს, რომ თქვენ რაღაცას ატყუებთ, თქვენ რაღაცას უმალავთ, თქვენ რაღაცას მას არ ეუბნებით, მიუხედავად ამისა, თქვენ ხართ მისი საყვარელი ადამიანი. ნახეთ, თასების დედოფალი. მას აქვს გრძნობა თქვენს მიმართ. კარგით, ხა რაღაც სხვა თემისკენ წავედით, მოდით დაუბრუნდეთ ჩვენ სათაურს და ნახოთ თქვენი სასიყვარულო რომანტიული ურთიერთობა უახლოესი 3 თვის განმავლობაში როგორი იქნება. პირადად თქვენ როგორ გრძნობთ თავს რომანტიული ურთიერთობების კუთხით, ვინც ეს ვიდეო გახსენით უახლოესი 3 თვის განმავლობაში. ძვირფასებო, ესე იგი რაღაცა თქვენ თავს გრძნობთ როგორ იცით, აი შესაძლებელია კმაყოფილი ხართ თქვენი საკუთარი თავით. ოღონდ ეს უფრო არის მარტოობა თითქოს. ანუ აქ არის ნოსტალგია, აქ არის მონატრება, აქ არის ემოცია და გრძნობა კი არის. ოღონდ არის გაუგებრობა, არის ბუნდოვანება, არის ის რომ რაღაც თქვენი ფიქრები ამ თემასთან დაკავშირებით და თქვენი ემოციები გხლით რაღაც თითქოს ენერგიას იწვევს თქვენგან ეს ყველაფერი, რატომღაც პარტნიორი არ გამოიკვეთა, არის, თუმცა არ გამოიკვეთა და თქვენ გადაწყვეტთ უახლოესი 3 თვის განმავლობაში, რომ იმედგაცრუებისგან წახვიდეთ. ისეთი სიტუაციისგან, სადაც თქვენ დაუშვათ თავს არ გრძნობდით ბედნიერად. ასეთი სიტუაციებისგან წახვიდეთ, არ დაუშვათ, რომ ვინმე თქვენ გული გადკენოთ, გადაწყვეტთ, რომ დროა აიღოთ, ასე ვთქვათ, თქვენი ბედნიერების სადავეები ხელში და წახვიდეთ მომავლისკენ. დიახ, და ეს არის სწორედ თქვენი გამარჯვება, თქვენს შიშებზე, თქვენს იმედგაცრუებებზე, თქვენს ასე ვთქვათ, მდგომარეობაზე, საიდანაც არ იცოდით, რა შეიძლება მოხდეს მომავალში. აი ამ ყველაფერზე გამარჯვება გექნებათ უახლოესი 3 თვის განმავლობაში. კიდევ რა იქნება თქვენ სასიყვარულო რომანტიულ ურთიერთობაში? აქ შესაძლებელია ძვირფასებო, შესაძლებელია ძვირფასო ჩემო გამომწერებო, სრულიად ახალი პარტნიორი შემოვიდეს თქვენს ცხოვრებაში ძალიან სწრაფად, ძალიან მოულოდნელად და აქტიურად და ეს ადამიანი გამოჩნდეს თქვენთან ოჯახის შექმნის მიზნით. არის ამის უდიდესი ალბათობა. დიახ, თქვენ დადგებით არჩევანის წინაშე, დაასრულოთ ის წარსულის რაღაც დეპრესიული მომენტები, სადაც თავს გრძნობდით სიცარიელში.
და ასე ვთქვათ, წახვიდეთ თქვენი იღბლისკენ, სადაც არ იქნება არავითარი შიში და არავითარი ტოქსიკური ურთიერთობა. გისურვებთ წარმატებებს უღრმეს